ავთანდილ ბერიძის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დღეს აჭარის რადიოს კორესპონდენტი არ დაუშვეს. დარიელ ცეცხლაძე ბრიფინგზე საავტორო გადაცემისთვის მას არის მოსამზადებლად იყო მისული, თუმცა დაცვის სამსახურმა განუცხადა, რომ იგი პრესკონფერენციაზე არ დაიშვებოდა. დარიელ ცეცხლაძემ მომხდარ ჟურნალისტის უფლებების დარღვევად და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხელის შეშლა დაფასებს. ჟურნალისტის თქმით, უმაღლესი საბჭოს პრესამსახურის უფროსმა პირად საუბარში აუხსნა, რომ მისი პრესკონფერენციაზე დასწრება მხოლოდ დაგეგმილი სასამართლოს გამო უხერხული იქნებოდა. ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, რომ მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და გადაწყვეტილების მიზეზი თავად არ გამხდარა. დარიელ ცეცხლაძე მომხდართან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციას გეგმავს და არც სასამართლოში სარჩელის შეტანას გამორიცხავს. უმაღლესი საბჭოს პრესამსახურში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, ხოლ ბათუმის სასამართლოში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დარიელ ცეცხლაძის მიერ შეტანილი სარჩელი განიხილება. დეპუტატებისა და იურისტების შეფასებების საკითხთან დაკავშირებით იხლეთ მომდევნო გამოშვებაში. მაგრამ 154 მუხლი არის. ანუ 25 წუთში გამოვიდა მარინა. დაცვა მითხრა, რომ მე ვერ შევიდოდი, იმიტომ რომ იყო ესეთი ასე რომ ვთქვათ, ბრძანება, რომ მე არ უნდა შევსულიყავი. დაახლოებით ბრიფინგის დაწყებიდან 25 წუთში გამოვიდა უმაღლესი საბჭოს პრესამსახურის ხელმძღვანელი და მითხრა, რომ უხერხული იყო ჩემი ბრიფინგზე დასწრება, რადგანაც მე ავთანდილ ბერიძეს უჩივლე სასამართლოში. მე არა ვარ საქმის სპორტში, რატომ რა მოხდა, ამას პრესამსახური წყვეტს. მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობა არის და ახლა თუ კი ვინმეს პერძო პირადი სურვილი აქვს მოსვლისა, არ ამგონია ბრიფინგზე იყოს ამისი საჭიროება და თუ შეხვედრა უნდა ადამიანს შევხვდებით, არ არის მაგისი პრობლემა. ბრიფინგზე საინფორმაციო საშუალება რამდენადაც ვიცი წარმოდგენილია. მე მაგალითად